გამარჯობა, დღეს არის 25 ივლისი, შაბათი და არის ჩემი დაბადების დღე. დღეს მე მოგიყვებით იმ ფეხბურთელებზე, ვინც 65 წლის განმავლობაში თავი შემაყვარა. მიხვდებოდით, რომ ალბათ დღეს არის ჩემი ოქროს დაბადების დღე და დაგისახელეთ მათ ფეხბურთელს, ვინც ჩემს ცხოვრებაზე და ფეხბურთის სიყვარულზე დიდი გავლენა მოახდინა. გამოიწერეთ გვერდით და ლაიქეთ ვიდეო და კომენტარებში დამიწერეთ თქვენი საყვარელი ათეული. ეს ვიდეო იქნება სუბიექტური, არ ვამბობ, რომ ვინმეზე უკეთესი არის, მაგრამ იქნება ის ფეხბურთელები, ვინც მე მიყვარს. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ესპანეთი გახდა მსოფლიო ჩემპიონი, მიულოცავ ესპანეთის გულშემატკივრებს, მიუხედავად იმისა, რომ მე არგენტინის გულშემატკივარი ვარ. სასიამოვნო ნამდვილად არ გამოვიდა ფინალი, მაგრამ ვილოცავ ესპანეთის გულშემატკივრებს დამსახურებულ გამარჯვებას და მეორე მსოფლიო ჩემპიონატს. ხო, ეს მაისური სპეციალურად ჩავიცი, იმიტომ რომ ეს არის ის მაისური, მესი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება ამ სიის და ძირითადი დიდი ალბათობით ეს არის ის მაისური და ის პერიოდის მაისური, როცა მესი იწყებს თამაშს და მე ვიწყებ ფეხბურთის ყურებას. ჩემთვის მნიშვნელოვანი პერიოდის მაისური არის ასე ვთქვათ, მაგრამ მესიზე ბოლოს ვისაუბრებ. პირველ რიგში დავიწყებ იმით, ვინც მე ფეხბურთი შემოყვარა და თქვენ და ჩემ და გასაკვირად ეს მესი ნამდვილად არ ყოფილა. ეს იყო რიკარდო კაკა და რითი გვიყვარდება ფეხბურთი საბოლოოდ, ალბათ ყველას ეგრე შეგვიყვარდა, ვიღაცის მაისური ჰქონდა. მე მქონდა კაკას მაისური მილანის 22 ნომრიანი წითელი შავში მილანის ტრადიციული ფერები, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე და ფეხბურთის სიყვარულზე. მე არ მახსოვს სიმართლე გითხრათ, მაგრამ როგორც მეუბნებიან, ჩემი პირველი თამაში, რომელსაც ფეხბურთს მაყურებინეს, იყო ლივერპული მილანი 3-3 ფინალი უმორჩა. სიმართლე გითხრათ, მე ნამდვილად არ მახსოვს მაგ თამაშს რო უყურე, მაგრამ აშკარად კარგი თამაშით დამიწყია ფეხბურთის ყურება. სადაც რიკარდო კაკა იქ უმაგრეს პასს აკეთებს კრესპოზე და მაგ პასის გამო ნამდვილად არ შემყარებია, მაგრამ მეც ტრიპაჩობდი, ასე ვთქვათ, რომ მივდიოდი და კაკას ფანი ვარ თქო ვიძახდი, იმიტომ რომ კაკას მაისური მქონდა. რაღაც განსაკუთრებულთან ასოცირდება რიკარდო კაკა ჩემთვის, ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ კი ბრაზილიელი არის, კი ბარსაში არ უთამაშია და რეალში თამაშობდა. ჩემთვის იყო რიკარდო კაკა ის ფეხბურთელი, ვისი სახელითაც იწყება ჩემ ცხოვრებაში ფეხბურთი. ერთ სიტყვით შემდეგ უკვე მილანში როცა იყო სულ გულშემატკივრობდი, მე მადრიდის რეალში გადავიდა და უკვე ცოტა მოზრდილ ასაკში ხედავდი, რომ რაღაცა ვეღარ იყო ისეთი როგორიც მილანში, თუმცა საბოლოოდ დატოვა მილანი და მე მილანი აღარ არის და რეალი დატოვა და უკვე საბოლოოდ ამერიკაში რო წავიდა და კარიერა დაამთავრა. ჩემთვის რაღაც გულდასაწყვეტი იყო რა, როგორც ალბათ ყველა მილანის გულშემატკივრისთვის, ჩემთვისაც გულდასაწყვეტი იყო კაკას ფეხბურთთან წასვლა. და ის წითელი ბარათი კიდე ორლანდო სიტიში რომ მიიღო ხუმრობის გამო. ეგრე წითელი ბარათი იყო, საერთოდ 6 საჯი წკეპლით არის აცემა. პირველი ფეხბურთელი კაკა ათეულიდან, ვინც მე ფეხბურთი შემაყვარა, ეს იყო საწყისი ეტაპი. შემდეგი ფეხბურთელი უკვე იწყება, სად თუ არა ბარსადან, იცით ალბათ, რომ მე ბარსას გულშემატკივარი ვარ და ეს არის რონალდინიო. რონალდინიოს, წარმოიდგინეთ არგენტინის ფორმა მაცვია და ორი ბრაზილიელი ვთქვი უკვე. რონალდინიოს ხო, მოდის პირდაპირ ვიტყვი, რომ ბევრი ბარსელონელი და არგენტინელი შეგხვდებათ აქ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ეს ვიდეო არის სუბიექტური. თქვენ ვინც გინდათ ის დაწერეთ. შეგიძლიათ დაწეროთ ნებისმიერი აფრიკელი ფეხბურთელი ან აზიელი ფეხბურთელი, ვინც თქვენ გაგიხარდებათ, არა ევროპელი და არა სამხრეთ ამერიკელი. ეს ბზიკი კიდე შენი. რონალდინიომ ხო ცოტა ხანი ითამაშა ბარსაში. დიდი ხანი არ უთამაშია, მაგრამ თავი დაგვამახსოვრო ყველას, ისე როგორც უნდა დაემახსოვრებინა თავისი ამ ორიგინალური გამოსვლებით, რეალის ჩამოხევით, ასე ვიტყვი. იმიტომ რომ იქით რეალს გალაქტიკო ყავდა და აქ ერთი რონალდინიო დარბოდა და ყველაფერს აკეთებდა. ერთ სიტყვით მინდა გითხრათ, რომ რონალდინიო იყო გენია, ბრაზილიელი. ბრაზილიელებს ნიჭი ნამდვილად დარაკლია და თან კიდე ბარსაში რო თამაშობდა ძალიან მისწორდებოდა. მილანში რო წავიდა რაღაცა მეწყინა, ჩამწყდა გულში, რონალდინიოს წასვლა რა, თავისი ფინტები და რაღაცა ძალიან ლამაზი ფეხბურთით გამოირჩეოდა. გაუჩო, როგორც გახსოვთ და როგორც ბევრი დღემდე აღიარებს სოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად. ეხლა აქ იქნება როგორც დასაწყისში გითხარით, ის ფეხბურთელები, ვინც მე მინახავს, თორე
ისტორიაში შეიძლება ბევრს ჯობდეს. აი, მოვჭით რონალდინიოზე საუბარს, კიდე ბევრი იქნება რონალდინიოზე სასაუბრო და შეიძლება ცალკე ვიდეო ჩაიწერა საერთოდ რონალდინიოზე და მის ცხოვრებაზე. თუ გაინტერესებთ რონალდინიოზე ცალკე ვიდეო, დამიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად ჩავწერ კონკრეტულ ერთ ვიდეოს გაუჩოზე. შემდეგ ფეხბურთელი მოდი ისე სამხრეთ ამერიკაში ვიტრიალებ და ალბათ ბევრისთვის ნაცნობი ან უცნობი დიეგო ფორლანი არის ჩემთვის საყვარელი ფეხბურთელი, იმიტომ რომ 2010-ის მსოფლიოზე რაც დიეგო ფორლანმა გააკეთა და აბსოლუტური პერფორმანსი დაადო მსოფლიოს წინაშე იყო რაღაც განსაკუთრებული თან რაღაც აი მიკარგული ტიპის ფეხბურთელი არის. ფორლანის დარტყმა იყო ერთ-ერთი საუკეთესო. მით უმეტეს ვილიარეალში თამაშობდა, ორჯერ ოქროს ბუცი მოიგო და რაღაც ესე არავინ არ ახსენებს ხოლმე. თან 10 ნომერი იყო, ნახევარმცველი იყო, მთლად შემტევი ტიპის ფეხბურთელი არ ყოფილა ფორლანი. ატლეტიკოში თამაშობდა ვილიარეალში და ორივეგან აქ ოქროს ბუცი მოგებული თუ სწორად მახსოვს. ხო, ლა ლიგაში მოიგო ორივე ოქროს ბუცი და ან ვილიარეალში აქ ორივე, ან თითო აქ ორივე გუნდში. რაც საკმაოდ მაგარი შედეგი არის, წარმოუდგენელი შედეგია, იმიტომ რომ დიეგო ფორლანი იყო ურუგვაელი, აი შორიდან ისე ისროდა, აი 2010-ის გოლები რო ნახოთ, თან მაშინ თანაბომბარდირი გახდა მე მგონი მიულერთან ერთად. რო ნახოთ ფორლანის გოლები, აი საიდან ურტყავს, როგორ ურტყავს, რა ტიპის ჯარიმებს ურტყავდა ჯერ მარტო, არ ვიცი გაგიჟდები. აი მაგედან შემოყვარა თავი. მით უმეტეს მაშინ ახლა 2010-ში მაგარ ამბავს მოგიყვებით, მეოთხედ ფინალში არგენტინა გერმანიას რო შეხვდა. არგენტინამ წააგო გერმანიასთან 4-0, რაზეც მე ძალიან ვიტირე, 9 წლის ვიყავი. გავგიჟდი ისე ვიტირე. პირველი მსოფლიო არ ყოფილა რეალურად ჩემთვის, მაგრამ 2010 იყო ის, საიდანაც მეწყება ათვლა უკვე რაც კარგად მახსოვს. ხო და შემდეგ შეხვდა ურუგვაი გერმანია მესამე ადგილისთვის თამაში და მაშინ გაუტანა ულამაზესი გოლი. უმაგრესი გოლი გაუტანა გერმანიას და აი მან შემაყვარა ძალიან თავი ფორლანმა და იქამდეც ახლა 2007 წლებში თამაშობდა ვილიარეალ 2004-2007-ში თამაშობდა ვილიარეალში. და მახსოვს ლა ლიგიდან რა ძალიან მაგარი. მე უკვე ნელ-ნელა როგორც ყველას კარიერა განვითარდა, წავიდა იქით სამხრეთ ამერიკაში დაბრუნდა, აზიაში ითამაშა და საბოლოოდ ხო 2015-ში დაასრულა კარიერა აზიის რომელიღაც მე მგონი სინგაპურის ჩემპიონატში და სამწვრთნელო კარიერასაც მიიღო ხელი. მაგრამ დიდი ვერაფერი ვერ გამოუვიდა. ნუ მესამე ადგილი არა, მოდი ათეულს ვიტყვი ხა ადგილების მიხედვით არ დავყო. მესამე ფეხბურთელი იყო დიეგო ფორლანი ჩემს საყვარელ ფეხბურთელებში. გადავიდით მეოთხე ფეხბურთელზე და არ გიკვირდებათ რომ ეს არის ინიესტა, რომელიც აი მოედანზე ისე ხატავდა უფრო სწორად. ბევრი არ გვახსენდება, მე პირადად არ მახსენდება ბევრი ეგეთი ფეხბურთელი, რომ ინიესტას ეგრე ეთამაშა. ინიესტას მსგავსად ეთამაშა. ხო, ანუ მე მოგიყვებით ერთ ამბავს 2018 წელს, მე და მამა ჩემი ვიყავით ბარსელონა ატლეტიკ ბილბაოს თამაშზე კამპ ნოუზე. 2018 წელი არის ის პერიოდი, როცა ინიესტა კარიერას პიკში არ არის. ბოლოსკენ არის კარიერის ბარსაში. ხო და პრო მიიწევს წასვლისკენ რა. და მეორე ტაიმში შემოყავდათ ხოლმე. ბარსელონა 2-0-ს უგებდა პირველ ტაიმში. და სტადიონიდან ნანახი ინიესტა, რომელიც იქამდეც ნანახი მყავდა საქართველოს ესპანეთის თამაშზე 2011 წელი იყო მე მგონი. 1-0 რო წავაგეთ ლორიამ რო სასწაულები აკეთა და მე ჭორები რო იწერდებოდა ბარსას და რეალს უნდაო. მაგ თამაშში ნანახი მყავდა, მაგრამ ეხა იქ არ მახსოვდა. რო გამოვიდა, ეს სტადიონიდან ნანახი ინიესტა იყო სულ სხვა. იმიტომ რომ დახატა რასაც ქვია რა, აი ამხილა კაც, მაშინ 34-ის იყო მე მგონი, 35-ის. აი ისე ლაღად, წყნარად, სულთად და რბილად ითამაშა ბილბაოს, აი ჩაკეტილი ბილბაოს წინააღმდეგ. არ ვიცი. ეგ იყო სილამაზე, ეგ იყო სერიოზული შოკი ჩემთვის, როცა ინიესტას თამაში ლაივში ეგრე ვნახე. გადავედით ისევ სამხრეთ ამერიკაში, დავბრუნდით ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში და აი ამ ფეხბურთელის, ეს ფეხბურთელი რო არ მეხსენებინა, ალბათ ბევრი გამლანძღავდით, სხვები როგორ ახსენა და ეს როგორ არ ახსენეო საყვარელ ფეხბურთელებში, მით უმეტეს არგენტინის ფორმა მაცვია. ეს არის დი მარია. აი დი მარიას ნაირის საყვარელი და
მონდომებული და აი არ ვიცი რა, ძალიან მაგარი ჭკვიანი, ფეხი მოყვება, ფიზიკურობა წვრილი კი იყო და გამხდარი კი იყო, მაგრამ მოყვებოდა ფიზიკურობა ისეთი სწრაფი იყო და ისეთი ტექნიკური იყო, რომ ბევრი ვერ უბავდა დი მარიას მცველი, ფიზიკურად ვერ ითამაშებოდა დი მარიას ისე როგორც უნდა ეთამაშა მცველს. არ არის იმდენად დაფასებული, ამდენადაც უნდა იყოს სამწუხაროდ. თორე 50% ხო არის რომ თითქოს მესი მოაგებინა წინა მსოფლიოს 22 მსოფლიო არგენტინას, მაგრამ 50% იყო დი მარიას დამსახურება მანდ. დანარჩენი გუნდისაც რა თქმა უნდა, მაგრამ მოდი კონკრეტულ ფეხბურთელებზე რო ავიღოთ 50-50 არის მესზე დი მარიას დამსახურება. მიუხედავად იმისა, რომ მესი უფრო მეტი გოლი გაიტანა და მეტი პასი გააკეთა, დი მარია იყო ის ფეხბურთელი, ვინც მესის სივრცეს უთავისუფლებდა ყოველთვის. რაც ეხლაც გამოჩნდა ამ მსოფლიოზე, მაგრამ ეხლა 39 წლის დი მარია, 40 წლის დი მარია ამ მსოფლიოზე ვერ ითამაშებდა ფიზიკურად, მაგრამ თუმცა როგორც ვიცი, შეესთავაზეს საყვარა, მაგრამ თვითონ თქვა უარი. ერთ სიტყვით, ბენფიკადან მოყოლებული, როცა პირველად ბენფიკაში თამაშობდა, იქამდე არგენტინის ჩემპიონატში თამაშობდა დი მარია და მე ბენფიკადან მოყოლებული ძალიან გულშემატკივრობდა. აი, მადრიდის რეალში კი იყო ჩემთვის არა საყვარელ გუნდში, მაგრამ საკმაოდ გულშემატკივრობდა იქაც, რადგან არგენტინელი იყო და ერთ სიტყვით ძალიან კაი ტიპი იყო იქაც არგენტინაშიც და ნებისმიერ გუნდშიც ეგეთი ჭკვიანი ფეხბურთელი აკლია და ეს ბზიკი იმედია არ მომკლავს, ეხა არ მიიგმეს, არა უშავს. კაი, გადავედი შემდეგ ფეხბურთელზე. ეს ფეხბურთელი არის ნეიმარი. ნეიმარი არის მოცეკვავე ბურთთან. სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ ბრაზილიელებს უმეტესობას, თუნდაც რონალდინიოსაც, ეგრე ემართებათ. რაღაც კარიერას რომ მიაღწევენ და ფულს იშოვიან, რეალურად ეგრე არის, რომ ფულს იშოვიან და მიდიან ფეხბურთიდან, იმიტომ რომ აღარ აინტერესებთ ეს ფეხბურთი. მაგათთვის მთავარია ფული, იმიტომ რომ განსაკუთრებულ სიღარიბეში იზრდება უმეტესობა ბრაზილიელი. იცით რომ გაჭირვების დიდი მაჩვენებელი არის ბრაზილიაში და ესენიც რაღაცა ვერ კონცენტრირდებიან, როცა გამდიდრდებიან ფეხბურთს. ამიტომ ნეიმარსაც იგივე დაემართა რაღაც პერიოდში და საბოლოოდ კარიერა მიიყვანა იმ დონემდე, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მისი მსოფლიო ჩემპიონატზე წაყვანა თუნდაც ამ ასაკში. ამ მსოფლიო ჩემპიონატზეც სამწუხაროდ ნეიმარმა ის ვერ ითამაშა და ის ვერ დადო, ისი ჩვენებაც უნდოდა თვითონაც და ჩვენც. ნეიმარი მაინც ჩემი საყვარელი ფეხბურთელია, როცა მესი, სუარესი და ნეიმარი ბარსაში თამაშობდნენ ერთად. აი ეგ იყო ერთ-ერთი საყვარელი პერიოდი ფეხბურთის ისტორიაში ჩემთვის, რა თქმა უნდა, შეიძლება რეალის ფანისთვის არ ყოფილიყო ეგ, იმიტომ რომ ისინი დაფრინავდნენ. ტოთ ნეიმარი იქ სადაც არის დავანებოთ თავი, იმიტომ რომ თავის თავს უკნა ისაც უკნა, კარიერა გაიფუჭა. ეხლაც რაღაც სკანდალში არის გახეული, როგორც ვიცი. იმიტომ რომ რაღაც გუნდთან ერთად არ წავიდა შეკრებაზე, სანტოსთან ერთად და რაღაც წვეულებაზე შეამჩნიეს. საწყალი. მოვიდეთ ევროპაში. ესპანელი ფეხბურთელი პუიოლი, კარლეს პუიოლი, მცველი, გიჟი, იმენა სასწაული კაცი. შეიძლება, ანუ მაგარი მცველი კი იყო, მაგრამ შეიძლება მაღალი დონე არ უთამაშია, ისე როგორც სხვა მცველებმა ითამაშეს, ანუ მალდინისთან, სერხიო რამოსთან და ამ ხალხთან ერთად პუიოლს არასდროს არ მოიხსენიებენ ხოლმე სამწუხაროდ. თუმცა მე არ ვთვლი, რომ იმათზე ნაკლები იყო ბევრად. შეიძლება ჩამორჩებოდა, მაგრამ შეიძლება ნაკლები არ იყო. მიყვარს პუიოლი იმის გამო, როგორი ტიპაჟიც არის, როგორი ჯიგარიც არის და როგორი აი ისიც აქვს რა, ჟილკაც აქვს თამაშის. და აი კარიერის დასაწყისში რომ კერდით რო გადაუხდა იმას და ერთ-ერთი რაღაც აი კარგი შეგრძნება იყო, ბარსას გულშემატკივრდა რომ დაინახო მაგას. პიკე რო წუწუნს იწყებს, სანტებელა რო გადააგდო პუიოლმა, ძალიან ასწორებს ეგეთი რაღაცები ფეხბურთში, fair play არის რა. გთხოვთ რომ გამოიწეროთ გვერდი და ლაიქეთ ვიდეო. უყურეთ წინა ვიდეოს, რადგან იქ არის გათამაშების წესები ამის წინა ვიდეოში. ნუ ერთ წესს გეტყვით, რომ გვერდი უნდა გავავიდეს 1000 გამომწერზე, როცა რო გათამაშდეს ის, რაც უნდა გათამაშდეს. ფეხბურთელი არ გაგიკვირდებათ, თუ არის რიკელმე, იმიტომ რომ როგორც მივხვდით, ჩემთვის 10-იანის პოზიციები საკმაოდ ფასობენ ფეხბურთში. იმართლა გითხრათ, რიკელმეს თამაში ესე არ მახსოვს კარგად, მაგრამ მახსოვს მომენტები მახსოვს ვილიარეალში რო იყო, მე ბოკაშიც რო იყო, მანდაც კარგად მახსოვს და უყურებდი ხოლმე და რაღაც თამაშებს, არგენტინის თამაშებსაც ასე თუ ისე მახსოვს, მაგრამ აი რიკელმეს თამაშის სტილი იყო ჩემთვის განსაკუთრებული. მოზომილი პასები, მოზომილი დარტყმა, გადაკიდება, ახლო ცენტრში გათამაშება, აი ყველაფერი შეეძლო ის, რაც ნახევარმცველს უნდა კონდეს და
მაგის გამო შემიყვარდა მე რიკელმე და აი ეს 10 ნომრიანი მაისურიც რიკელმესი დიდი ალბათობით მაგას მალე ვიყიდი არ მაქვს სამწუხაროდ მაგრამ აი თან დასამახსოვრებელი არის აი ზოლიანი აი ესეთი 19 რო წერია ესეთი აღონდა 10-იანი ზოლი 2006-ში რო ეცვა არგენტინას ეს ამ მაისურზე არის საუბარი ბარსელონაში კი ითამაშა, მაგრამ მე კონფლიქტი ჰქონდა ბარსელონასთან. თორსტე მაშინ ლუი ვან გალი იყო ბარსას ტრენერი, წვრთნელი და მაგასთან კონფლიქტი ჰქონდა ვან გალს. ხო, მესიმაც მაგიტო გაუკეთა ეგ აღნიშნო ვან გალს 2022-ის მეოთხედფინალში. რიკელმეს ცნობილი აღნიშნო. რიკელმეზე იძია შური ერთ სიტყვით მესი. არგენტინელებზე თუ მივედით უნდა ვთქვა აუცილებლად აგუერო. აგუეროც იყო მესისთან ერთ-ერთი დაახლოებული და კარგი მეგობარი, თუმცა ვერ ვიტყვი ამას სტადიონზე, მოედანზე, მწვანე მინდორზე. იმიტომ რომ აგუეროს მესისთან ერთად არ უთამაშია დიდი ფეხბურთი არგენტინაში, იმიტომ რომ სხვაგან ერთად არ ყოფილან. თავის ფორმის პიკში იყო აგუერო, იგუაინს აყენებდნენ ძირითადში. თუ გახსოვთ ეგ პერიოდი 2010-დან მოყოლებული იგუაინი იდგა არგენტინის ძირითადში, რასაც ვერ ვამტყუნებ, იმიტომ რომ არგენტინას მას სხვანაირი თამაშის სტილი, რაღაც შეცვლილი ჰქონდა თამაშის სტილი. ნუ მივადგეთ თვითონ რა ლეო მესის. ლეო მესი არის ფეხბურთელი, ვინც ჩემში ფეხბურთის სიყვარული გააღრმავა. ვინც აქამდე მომიყვანა, ვინც შემაყვარა ფეხბურთი ზოგადად ისე რომ აღარ გადამიყვარდება არას. იმიტომ რომ მესიმ რო თამაში დაიწყო 2006-ში, 5-ში რო გამოჩნდა ბარსაში, ახლა 2005-ში 30 ნომრიანი მესი. მე ნამდვილად არ მახსოვს, იმიტომ რომ არ თამაშობდა პერს, მაგრამ 2006-დან უკვე მახსოვს აი რომელი ფორმაც მაცვია. 2009-ში როცა ბარსელონა მანჩესტერი იყო ფინალი, ჩემპიონთა ლიგის სადაც გოლი შეაგდო, ეგ თამაში მახსოვს ძალიან კარგად. 2010-ში რომ ჯერ გამოვარ და წერა როგორც გითხარით არგენტინა ძალიან ვინერვიულე მაგაზე საშინლად ვინერვიულე. ფინალი მოიგო, იქამდე კარგი პერიოდი ედგა ბარსელონას, თამაშს არ აგებდა 2009-ის ბარსელონა ალბათ ყველას გახსოვს და ალბათ ბავშვური გონებით მესი მეგონა დაუმარცხებელი და გერმანიასთან რო 2010-ში მეოთხედფინალში 4-0 წააგო, ძალიან განვიცადე ეგ. შემდეგ 2014 იყო, როცა ისე ფინალი წააგო. თუმცა 2015-ში მე ლიგა მოიგო ისევ და მის გენიას ჩემთვის ფასი არ აქვს ნამდვილად რა და დილაუთობით ბევრისთვის. შეიძლება თქვენთვის სოფლიოში და ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი არ იყოს და მესმის თქვენი პოზიციის, მაგრამ ჩემთვის მესი არის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. 2022-ში რომ არგენტინამ სოფლიო ჩემპიონატი მოიგო და მესი მოქროს ბურთი რაღა არის და სოფლიო ჩემპიონატის თასი აწია, ჩემთვის 2 წლით ფეხბურთი გაჩერდა. იმიტომ რომ მივხვდი რა თითქმის ყველაფერი ვნახე. ნელა მივადგე იმ ფაქტს, ვინ არის მეათე ფეხბურთელი და ერთი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის მეათე. 2022-ში როცა ფეხბურთი გაჩერდა, ჩემთვის მანუ მონტიელმა პენალტი გაიტანა, მესი ჩაიგეცა. მეც ჩავიგეცე მაშინ და ძალიან გამიხარდა. თუმცა 2 წლის შემდეგ 2024-ში საქართველოს ხდება საბერძნეთს ეროვნული ნაკრები ფინალში, ერთა ლიგის ფინალში. და როცა კვეკვესკირს ნიკას ბოლო პენალტი გააქვს, პირველი რაც ამოვთქვი იყო ის, რომ ერთადერთი ეს არ მქონდა ნანახი ფეხბურთში, რომ საქართველოს დიდ ტურნირზე მქონდა ნათამაშები. ევროპის ჩემპიონატზე და დამაბრუნა საქართველოს ნაკრებმა, მაშინდელმა ნაკრებმა, ეხლა გულშემატკივრად რა თუნდა მაგას ბევრი ლაპარაკი, თუმცა მაშინდელი ნაკრები ჩემთვის იყო ტოპ ნაკრები, ერთმა აი ოჯახივით რო იყვნენ და თავს რო წირავდნენ ყველაფრისთვის, ეხლა რაღაც რთული პერიოდი უდგას ნაკრებს, რაღაცა გადახალისება მიდის შემადგენლობის, მაგრამ იმედია დაბრუნდებიან. მოდი ვილაპარაკოთ იმ ნაკრებზე. 2024-ის ნაკრების ფეხბურთელები იყვნენ ისინი, ვინებმაც ყველას გულში ცეცხლი დაანთო. ისო ფეხბურთში დაგვაბრუნეს და ისევ გაგვიხალისეს ეს საფეხბურთო სიხარული. ერთ სიტყვით, ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ, იქაც წარმატებულად გამოვიდნენ. არ შეგვარცხინეს კი არა პირიქით, ვიამაყეთ იმით, რომ მერვედ ფინალში გავედით, აი უმაგრეს შედეგს მივაღწიეთ, უცხოელები წერდნენ მაგ ბიჭებზე, რომ მაგ ჩვენს ნაკრებზე, რომ საქართველოს არ ყოფილიყო დიდ წარმატებას, დიდ კარგ ჩემპიონატს ვერ ვნახავდით, იმიტომ რომ საქართველოს ახალისებდა თამაშს, რაღაც კარგი თამაშის სტილი ჰქონდა არჩეული. ერთ სიტყვით წარმატებები ჩვენ ბიჭებს მომავალ ციკლში ევროპის ჩემპიონატზე იმედია გავალთ და მე ეჭვი არ მეპარება რომ გავალთ რაღაცა
დიდი მონდომებით უნდა შევხვდეთ და დიდი გულშემატკივრობით. ეს იყო ჩემი ათეული, რაც 65 წელში ვნახე. ბოლო კი იყო მთლიანი ნაკრები, მაგრამ ალბათ იმსახურებენ და თქვენც დამეთანხმებით რომ იმსახურებენ. გამოიწერეთ გვერდი და ლაიქეთ ვიდეო, არ დაგაუწყდეთ წინა ვიდეოს ყურება, სადაც გათამაშების წესებს ვიძახით. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.